ფარმაციის სექტორში მომხმარებელთა უფლებების და ინტერესების დაცვა არის გლობალური მასშტაბის პრობლემა, ის არ არის მხოლოდ ქართული რეალობისთვის დამახასიათებელი და ამ თვალსაზრისით მეტად სასიხარულოა, რომ ჩვენი ქართული გამოცდილება ამ თვალსაზრისით მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე ფარმაციის სექტორში არის წარმატებულად აღიარებული და მიჩნეული გლობალური მასშტაბით და გლობალურ დონეზე. ეს ნიშნავს იმას, რომ აქ განვითარებული პროცესები და პრაქტიკა არის სამაგალითოდ მიჩნეული ბევრი სხვა ქვეყნისთვის და ვფიქრობ, რომ ეს მართლაც ასეა, იმიტომ რომ ბევრ გადაწყვეტილებას, რომელიც აღმოჩნდა, რომ მართებულია და რეალურად დადებითი როლი ითამაშა მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე ამ სექტორში, რა თქმა უნდა, ესაფუძვლება მათ შორის ის, რომ კონკურენცია სწორი მოდელით არის ჩამოყალიბებული. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს მიერ განხორციელდა ბაზრის მონიტორინგი, რომლის ფარგლებშიც გაცემული იქნა 13 რეკომენდაცია და ამ რეკომენდაციების უმრავლესობა საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იქნა იმპლემენტირებული, რამაც მნიშვნელოვანი შედეგები მოუტანა პაციენტებს და მსოფლიო ბანკის შეფასებაშიც აღნიშნულია, რომ იგივე რეფერენტული ფასს წარმოაქვნა, იგივე ხარისხის სტანდარტების დანერგვა, ელექტრონული და ჯენერიკული რეცეპტების შემოღება, ასევე სხვადასხვა ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები, რომელიც ამ პერიოდში და ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იქნა განხორციელებული, მნიშვნელოვნად გაზარდა კონკურენტული გარემო და ასევე რიგ მედიკამენტებზე ფასების შემცირება განხორციელდა დაახლოებით 40-45%-ის ფარგლებში, რამაც ყოველწლიურ ჭრილში ესეც მსოფლიო ბანკის შეფასება დაახლოებით 75 მილიონ დოლარიანი დანაზოგი მოუტანა რეალურად პაციენტებს.